საღამოშვიდობისა ბატონო მაყურებლებო, ეთერშია გადაცემა საუბარი მოზღვართან. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი ბრძანდება ქუთათელ გაენათელი მეტროპოლიტენი. დაგლოცეთ თქვენ მეფე. მეფე შეუდექით დიდ მარხვას, დავიწყეთ დიდი მარხვა, დღეს დაიწყო პირველი ანდრია გიბრტელის საგალობლები და კვირას იყო შენდობის კვირა. და ამ კვირიდან რო დავიწყოთ და ამ შენდობის დღეზე რო ვისაუბროთ, რას ნიშნავს ეს? რატომ არის ეს დაწესებული? ეკლესიაში ეს დაწესებული არის გარკვეულად დროს დროშას და ყველაფერს ისე უფალი განაგებს და განსაზღვრავს. დღიდან ადამიანის დაცემისა, დაცემ ბუნება შეიძლება ადამიანმა ადამიანის მოდგა როგორც ბიბლია მოწმობს რომ მის დამოუკიდებლობაზე ნათქვამია რომ შვა ხატების და სახისაბი თვეისა. ხატება ღვთისგან არის მოზემული და სახე უკვე დაცემული ადამიანისა ყველა ჩვენში არის. მაგრამ სწორედ ამის გამო რომ დაცემულ ბუნებაში შეიძლება ადამიანმა თვითონ მასში დაირღვა ერთობა უფალთან და თავის სამყაროსთან ურთიერთობაში დაირღვა ის ჰარმონია რაც იყო საოთხეში. Ეტომ დაბრუნება თუ ადგენა თუ უფრო აღმატებულ მდგომარეობის მიღწევა შესაძლებელია დაცემულ ბუნების დაძლევით. დაბრუნებს და გაყოფას და დაპირისპირებას იწევს სამყაროში ადამიანებს შორის და ადამიანის და ბუნებას შორის და ადამიანის და ღმერთს შორის. და სწორედ ყველაზე მეტად გამოხატული არის და გაცხადებული აუცილებლობა ადამიანისთვის მისი წინსისა განწმენდისა სრულყოფისათვის განსათვისაცობათა და ძლევა აი ამ დაცემულ ბუნების გამოვლენებებზე. რა საშუალება არის რა სახსარი მოხდა ღმერთს ამისათვის რომ ჩვენ ამას მივახციოთ და ამას პირდაპირ რომ მარხვითა და ლოცვითა განიდევნება ეს უკეთური სული ადამიანისგან. და სხვაგან კიდევ უფალი ამს რომ სასופველი იძულებისო, იძულებით მიიღწევა, ვინც ამს აიძულებსო, ის მიაღწევს ამას. გათავისუფლდება. მიაღწევს სასופველს. ანუ იძულება თავისუფლებით ხდება ადამიანის. და ამ იძულების საფუძველი არის განსათვისაცობათა. ეს ერთმანეთთან კავშირში. როდის ვიღებს ადამიანი რომ ის ცოდვილი არის. როდესაც თავის ახლობელ ადამიანს უპირისპირდება. როდესაც თავის მეგობრის ნათესავის წარმატება შეშურდება. და რაღაცა გაღიზიანდება, უკმაყოფილოა. უფლის მიმართ, თავის მოყვარსის მიმართ არის რომ თვითონ თავის საქმიანობაში თუ წარმატებული არ არის, რაღაცა ხელი შეიშალა, ამაზე კიდევ ღიზიანდება და მიზეს სხვებში ეძებს, არა თავის თავში და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამოხატული მეტად დაცემულ ბუნების თვისებები. რა არის მარხვა ამ შემთხვევაში? მაცხოვრი მეუბნება თავის მოწაფეებს და ჩვენ ყველას მათი სახით რომ როგორ უნდა იცოდეს ადამიანმა რომ შენო როდესაც მარხულობო და ლოცულობო შედი შენი გულის დიახში ხო? აი დაფარულათი არა ვიღაცის საჩვენებლათა არ თვითონ არა ზედაპიროთა აი სიღრმე გულის სიღრმე შედიო და ამ შენ დაფარულ მოვაწებას უფალი ხედავსო. სალმონი ამ სიტყვას დაუთვე თმენით დაუთვე უფალსა და მოხედა და ისმინა როცა შენისაო. ეს ერთი აუცილებელი პირობა არის. მეორეზე ამბობს რომ როცა მარხულობო მარხველი
არნიშნავს რომ წუხარი სახით უნდა დიოდეს და ამ სოფლის უარყოფა განკითხვაში არ უნდა გადაიზარდოს. როცა მარხულობო დაიბანე შენი პირი და იცხე ზეთი თავსეო. ხადია წინაწერილის სიტყვა ყოველთვის არის სიმბოლური და გამოხატავს სულიერ რეალიებს და არა მიწიერს. მიწიერი არის საშუალება სულიერის გამოხატვის. ანუ ხილული საშუალება უხილავის დანახვის. ამიტომ ეუბნება რომ დაიბანე პირიო, ანუ შენი გარეგნული საქმეები განწმენდილი იყოსო. შენი ქცევა ურთიერთობა ადამიანთან და იცხე თავს ეზეთიო, ნიშნავს რომ შენი აზრები, ფიქრები, გზნობები და დაამშვიდე, დაალაგე და განწმიდეო. ანუ ღვთის მადლით იყოს და ფრეთ აი ჭეშმარიტი მარხვა ესეთი ლოცვა და შეკავება იმ სოფლისადმი მიზიდულობის და რა გვიზიდავს შენ სხვადასხვა მიდეკილებები თქვათ გემოთ მოყარება ნაყროვანება განგითხის სული ანგარება დიდების მოყარება შური ბრიცხანება აი ეს უამრავი რაც არის თითო ადამიანში არის და ამჟამად რომ იცე თავსაშენ ზეთიო მოიპოვე სიმშვიდე ну ძელია როდესაც განრისხდები უცებს ვერ დამშვიდები მაგრამ სანამ განრისხდები უნდა მიხვდე რომ შენი ემოციები რისხანებისგან მიმართული როგორ მიხვდები თუ აკვირდები შენ გულს მიხვდები რომ ჯერ ეს შენი გული კუმშება და ქვავდება აბოროტდება და მერე უკვე გადადის და აი იმ სტადიაზე ეს საწყის ამ სტადიაზე როცა შეამჩნევა მას მაშინვე უნდა შეაჩერო ეს პროცესი შენში რითი რა ძალით შინაგანი ლოცვით უფალო შემიწყალე უფლის გარეშე შეუძლებელია ჭეშმარიტი ლოცვა და ჭეშმარიტი მარხვა ამიტომ ეკლესიაში არის დადგენილი ყოველ კვირის განმავლობაში შვიდეულში 2 დღე არის მარხვის შაბათ და პარასკევი და წლის განმავლობაში არის 4 მარხვა ერთი დიდი მარხვა მიძინების მარხვა ღვთისმშობლის მარხვა არის და პედეპავლობის მარხვა კიდე აქედან ყველაზე უფრო ხანგრძლივი და უფრო მიტყოთ კაცი არის დიდი მარხვა ზოგადად აი ჩვენ ახლა უკვე დიდ მარხვის დასაწყისში ვიმყოფებით და რატომ არის ეს და როდიდან არის მიღებული ეს მარხვა მაცხოვრის მოწაფეებს ბრალდებიან რომ როგორი რანაირად თქვენ ხართ სულიერი მოძღვრები მორწმუნეები რომ არ მარხულობთ რასაც ფსიქოლოგ ხართო და მათ კითხეს მაცხოვრს რომ აი ასე ამბობენ ჩვენზე და რა ვქნათო და უფალი სულიერ ქორწილს უწოდებს ერთობას ზალისა და სიძისა. სიძე ქრისტე არის, ზალი ეკლესია. რამოს რომ არავინ არ არის წუხარე, როცა ქორწილში მიდისო, ხო? ანუ ვიც მონაწილე ამ ერთობისა, მაცხოვრისა მის ეკლესიისა, ის არ იქნება წუხარე, სიხარულია მის გულში. მაგრამ დადგება დღეები, როდესაც სიძე არ ეყოლებათ, დაესმევა, აყვანილი იქნებაო. ანუ როდესაც ჯერ ჯვარცმული და სილის ბჭეთ გასული და შემდეგ აღდგომით ამაღლებული წესად. ანუ ამ ქვეყნიდან ამაღლდა უფალი და აი ამ დღეებში იმარხულეთო თქვენო. იმიტომ რომ როცა უფალთან ერთად ხართ, მაშინ იხარიათო. როცა ამ ქვეყანაზე ხილულად და ფიზიკურად უფლის გარეშე ხართო, მაშინ იმარხულეთო. მაგრამ რისის იმარხულეთ? რომ მარხვით, სინანულით, ლოცვით უფალს დავუახლოვდეთ.
ერთ-ერთად უფალი თქვენ გწყალობს, მეორეც შენ თვითონ ცდილობ რომ შეინარჩუნო ეს წყალობა უფალთან ერთობაში იყო. აი ეს არის საზრით ცხოვრებისა. აი ამ ჰარმონიის აღდგენა ჯერ შენში და მერე შენსა და საყვარელს შორის. საერთოდ მაცხოვრე გეუბნებო ჩვენ რომ სასופელი ღვთისა თქვენ შორის არისო. მაგრამ ეს სასופელი შენში უნდა მოიპოვო ლოცვით და მარხვით. შენ შეგვიძლია შენში შეაჩერო მორდი ფიქრები, ზახვები, განკითხვის სული და შენ შემაწუხებელს მიმართ ილოცო მისთვის რომ მან დაინახოს თავისი მდგომარეობა და აღარ სოდავდეს და შენც მისი განკითხვით არ სოდავდე. აი ეს ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენ ხდებით ამ სიბრძნეს ღვთის მადლის მოპოვებისა და თუ გაყოფილდებით მარტო გარეგნული ქმედებით, რომ ჩვენ გარკვეულ საზრდოს არ ვღებულობთ, მაგალითად ხორცერდის ნაწარმზე ხა დიდ მარხვაში, ხო? და თავის სიმკაცრე არის. მაგრამ პარადოქსი იმაში, რომ ამ აკრძალვით ჩვენ მოიპოვეთ თავისუფლებას. რომ არა საჭმელი და სასმელი ბატონობს ჩვენზე, αλλά ჩვენ ბატონობთ. ჩვენი ნება, მაგრამ ეს ნება ღვთის ნებასთან ერთობაში უნდა იყოს. და ამიტომაც რა უფალმა დადგინა ეს დღეები, როცა აღარ იქნება სიძემაში. ანუ ჯერ უნდა განიცადო უფალთან სიახლოვე და მერე უფლის გარეშე ყოფნა შენ უნდა იღვაწო. სადაც უფალი ჩვენთან არის, ის იხთვის ჩვენთვის. თუმცა ჩვენ უფლის გარეშე ვრჩებით, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ მოღვაწეობა. ანუ მოვიპოვოთ თავისუფლება ვნებებისგან, ცოდვილი განზრახვებისგან, სურვილებისგან და შეძლოთ ძლევა აი ამ მიდეკილებებზე ჩვენი უკეთური, რომელიც თვითონ ადამიანს აზიანებენ მის გულს, გრძნობებს, ფიქრებს და განზრახვებს. ამიტომ მარხვა ქრისტიანისათვის, არა ყველასათვის ვიტყვით, მაგრამ საფუძველი მარხვისა და ლოცვისა არის უფლის სიყვარული. ჯერ ირწმუნე, შეიყვარე, განიცადე ღვთის მოწყალება, ღვთის სიმართლე და მადლი ღვთისა და მერე შენ ჩვენ მოინდომებ მარხვასაც და ლოცვასაც. არავინ არ გაიძულებს ამისკენ, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი წესი, მარხვასაც, ლოცვასაც. და აი ეს არის დიდი სკოლა ეკლესიის ცხოვრებაში. დიდი სკოლა არის ასეთ ადამიანის სული ზრდისა, სრულყოფისაკენ, ზრდისა უფლისაკენ, უფალთან ერთობისკენ. განმეფობა, აი თქვენ შეხეთ მარხვას და რა კატეგორიული ადამიანების მას შეიძლება არ იმარხოს? ბევრს აინტერესებს, ალბათ ეს მოისმენს. არის ფიზიკური ძლურება, დაავადება და მინისა არის ეპიზოდური რაღაც შემთხვევა, თათ ფილტრების ანთება, სხვა შეიძლება დაავადება და არის უკვე ესეთი სტაბილური დაავადება, დიაბეტი იქნება, ხო, დიაბეტი იქნება, ან გულის უკმარისობა იქნება, ან თათ ფილტრების შეიძლება დაავადება იყოს სხვადასხვა. აი ამ შემთხვევაში მისი ჯანმრთელობისას რა რის საკვების მიღება უკეთესია, ესე განსაზღვროს. ითქვის, ნუ მაშინ ის არ მარხულობს, არა. მაშინ მას სხვანაირი მარხვა ეძლევა, სული მარხვა რომ მეტად იკითხოს მინაწერილი, მეტად იკითხოს ფსალმუნები, მეტად იყოს სულიერი ის ტიგრები, რომელიც მას ასწავლიან სულად დანახვას თავის ცხოვრების, შეფასებას თავის ცხოვრების. ხო, ანუ ეს სნეულება შეიძლება გახდეს ის საშუალება
უფალთან უფრო დაახლოებისა. როცა კი არ განეკითხავ, რატო დამემართა? არა ვფიქრობ, რომ ამით ჩემი უძლურებით მომიმლეს საშუალება, რომ ძალახთვისა ჩემში უფრო გაძლიერდეს. არის ფიზიკური სისუსტე არ არის ტრაგედია. ნამდვილი ტრაგედია არის უფლის გარეშე ყოფნა. და აი ესეთ თავისებური ეს ამ შემთხვევაში მოძღვარი ინდივიდუალურ განსაზღვრავს ვის რა მისცეს. ასაკის მიხედვით პატარა ბავშვებს სხვა არის, ასაკოვან ადამიანს სხვა და ჯანმრთელსაც აქვს ის სხვა. ამის შეკითხვა მინდოდა, პატარა ბავშვები, თქვა 7 წლამდე მათ როგორ უნდა ევალებათ იმარხულონ თუ არ ევალებათ, ამ მშობლება რო ამარხულონ? ასე ასაკოვან მოხუცებულებს. 2-3 წლამდე გასაგებია, ხო? იქ დუდუზია ზეუნდა და ხო, სხვადასხვა ასე, მაგრამ როგორც კი თვითონ ბავშვი თუ ოჯახი ცხოვრობს ეკლესიურად, მშობლები და ადარში თვითონ მარხულობენ, ბავშვს ყოველთვის უნდა რომ მიბადოს მშობლებს. და აი ამ შემთხვევაში ის იტყვის რომ მეც მინდა თქვენთან ერთად ვიმარხულო. შეიძლება ცოტა გაასინჯო, მაგრამ განსაზღვრა მისი ძალები, ხო? ბავშვების არის რომ ჯანმრთელია, ზოგი თვითონ სუსტია და აი მოძღვარი ამ შემთხვევაში თვითონ და ეტყვის და ბავშვთან შეთანხმდება, ასე ვთქვათ, რა უნდა. შეიძლება მარხვის პირველი კვირა და ბოლო კვირა უფრო კაცად შეინახოს და შუალედში რაღაცა შეიძლება გარკვეულ შეღავათი მისცეს, მაგრამ ეს ინდივიდუალური ყველაზე ვერ ვიტყვით, აი ესეთი აბსოლუტიზაცია, პრაიმე ესეთი სულიერი კანონის ყველას ერთნაირად უნდა იყოს. არ იქნება სწორი. მექანიკური მიდგომა არის. ხო, იგივე თვითონ აი დაავადება, დიაბეტის დოდაზო მან უნდა მიიღოს საზრდო. რომ კომაში არ ჩავდეს. დიახ. ხო, ანუ ეს ფაქტორს დაღუპვის მიმართული იქნება. მაგრამ რას მიეცეთ მას თვითონ ექიმები რას უგზალავენ? რადგან თავი არ მოვიდოს და ამ შემთხვევაში მისი მარხვის კანონია საკვებთან მიმართებაში ისე განისაზღვრება ერთობლივად. არ არის აი სტანდარტი მიღებული. ასე სხვა დაავადებებთან დაკავშირებით, ბუჯეტის დაავადება აქვს, წული აქვს, სხვა ხდება შერჩევა. რადგან ის შემწვარი ყოთეს არ არის სასურველი რეკომენდებული. დიახ. ვიღაცის ის ესეთი ზეთიანი ნიგოზი თხილი, ხო, იმის გამაღიზიანებელია. ხო. ეს უნდა იდეოდ განისაზღვროს აქ. აი მოხუცებული ადამიანი როგორ დამარხულობს? მოხუცებს უკვე იქ საქმის მონელების შესაძლებლობა უფრო სუსტდება. საერთოდ უფრო ესეთი დამზოგავი რეჟიმი ჭირდება კვების. ხო. და ხო მე აქ რეცეპტებს არ ვიტყვი, მაგრამ თვითონ მოძღვარო თვითონ უნდა განსაზღვროს თავის მეელთან. იცის მისი მდგომარეობა, შესაძლებლობა, როგორი მლოცველია, როგორც მარხველი იყო მანამდე და შესაბამისად და მისი ორგანიზმი გორიდას. იმიტომ მარხვა არის ერთ-ერთი გზა, ზემოთ უკვე ვთქვით, თავისუფლებისა. რომ შენ არ იყო კურის მონა, თუ შენი ვნებების მონა, არამედ ფლობზე ამას და როცა ხსნილია გიხარია, როცა მარხვა, მაშინ გიხარია. და საჭმელი არ არის განსაზღვრელი შენი შინაგანი სულიერ მდგომარეობისა. შენ ხარ ბატონი და არა ის. ის უკვე არა მარტო საჭმელთა მიგიწევს დრო, ხო? ვიტყვი თუ ყველა 24 საათი აქვს, მაგრამ როგორ განაძლევს ამ დროს? ეს ადამიანს დამოკიდებული. აქაც ხო, თუ ორგანიზებულ ცხოვრობს და მოწესრიგებულია, დრო მას ემსახურება. და თუ არა, შეიძლება დროის მონა გახდეს. აი არის ოჯახები, როცა შეიძლება ოჯახში 6-5 სული არის, მაგრამ აქედან ერთი ცხოვრობს ქრისტიანულად. და საკვებსაც არ აკეთებენ ოჯახში ისე რომ თქვა იმან იკვებოს. აი ასეთ ადამიანს უჭირს უკვე იქ დაიცვას, იმიტომ საერთოა ხო ოჯახი მაინც და თქვენ რა სიტყოდით, აი როგორ უნდა მოიქცეს?
ყველამ უნდა პატივისცეს ერთმანეთს. მის ოჯახის წევრებმა და თუ დაფიქრე რომ რატომ არ ხულობს ის რა ეს ახირება რამე მოდა თუ ეს ნორმა ადამიანის ცხოვრების ქვეყანაზე ანუ ისინი ვერ ტოვებენ აი თავის მიჯაჭილობას საკვების მიმართ ანუ ვერ არის თავისუფლები და ამიტომ არის ისე გონია რომ ეს მონა გახდა სიამოვნებით თვითონ არის საჭირის მონები მე მახსენდება ერთი შემთხვევა ახალგაზრდა ბიჭი და სულ იყო ალბათ ერთი 25 და 30 წლამდე იქნებოდა და მოვიდა მისი ბებია და დეიდა და მეუბნებია რომ აიო ისო სუსტი ორგანიზმი აქვს ესა და მარხვარი არ შეიძლებაო და არის ესო დიქტატია ესეთი და მონობა და უნდა ვიყო თავისუფლები კი ბატონო მეთქი შეიძლება დავუშვათ შეღავათ მისის მაგრამ თქვენი იმარხულეთ მის მაგივრად მეთქი თქვენ ხო თავისუფლები ხართ თქვენი იმარხულეთ მეთქი განმერისხდე ეგ რა გვაკადრო ეგ რა გითხარიო და თუ გული შეთქვით იმისისო ხო შეიძლება თქვენ შეიკავოთ თავისუფლებისგან და წავით რატო ეს აი სინამდვილეში თვითონ საჭირის მონები თვითონ იყვნენ და რამან მოინდომა განთავისუფლება მიჯაჭვილებისგან გაღიზიანდა და დაუროს აი სუსტი ორგანიზმი აქვს და არ შეიძლება და არის სხვა ოჯახი ესეც ნუ ხუმრობით დიასახლისმა უმრავლესობა მარხულობდა ოჯახის და ოჯახის წევრი თქვათ მამაკაცი თათ ოჯახის მამა არ მარხულობდა და მოვიდა სახლში საღამოს და ცოლმა გამოცხადა ერთი ხმარხა დაიწყო და ხო ისე ვით არ მარხულობს არ ჭამსო შენთან მოიმზადა შეთსაჭველიო შეიძლება პირიქით იყოსო მაშინ იმ მარხველმა არ უნდა შეაწუხოს არავინ თავის მარხვით თავის სახლში აიღოს და თვითონ გაიმზადოს საჭმელი სამარხო ქონდეს თავის ჭურჭელი და გაიმზადოს და ამას აუგზალავენ მაშინ გამოდის რომ ვინ არის კეთილი და ვინ არის ბოროტი მე ხო თქვენ არ გეხებით მე ხო არ გიგზავნოთ და თქვენ გიდათ მე ამიგზავნოთ ეს არის ინდივიდუალური კიდევ იყო ურთიერთობები ოჯახში იქნება თუ საცხოვრებელში იქნება სტუდენტები არიან და იქაც შესაძლებელია ხო ანუ უნდა ვისწავლოთ პატივისცემა ადამიანის თავისუფლების და არასდროს იქცევა ილოცე მისთვის რომ უფალმა გაუხსნას გონება და მიხვდეს რომ თავის თავს აზიანებს არასდროს ცხოვრების წესით მე რომელი იქნება და შენ ხელი არ უნდა შეუწყო ამას თუ იცი რომ სასმელისკენ არის მიდეკილი მაშინ არ უნდა უბიძგო სასმელისკენ და უნდა დააკვირდე რა შემთხვევაში რა იწევს მის აი ამ ტოლმა სასმელისკენ და ანუ მეტი სიყვარული მეტი პატივისცემა ერთმანეთის და მეტი გულისხმიერება ერთმანეთის აი ეს არის მოყვარს სიყვარული იცით სამწუხაროდ შეიძლება გვავიწყდება ჩვენი მეობა გვირჩევნია სხვის თავისუფლების პატივისცემას განაცხადა თითქმის თქვენ შეეხეთ ახალ თემასაც რა რისით თქმაც მე მინდა და რა შეკითხვაც მინდა რომ დავსვა აი ახალ დაწყებულმა ქრისტიანებმა ვიცით ასეთი რაღაცა რომ ჩვენ რო რაღაცას ვაკეთებთ თუნდაც ოჯახში რასაც თქვენ საუბრობდით თუნდაც ოჯახში აი თუ ვინმე არ მარხულობს ან ისე არ ლოცულობს ან რამეს არ აკეთებს მე იმის მიმართ აგრესია ეწყებათ რამდენად სწორია ეგიც სხვა რა სწორი არის ხო შენ იღებ აიღე ეკლესიურ ცხოვრებას იწყებ მარხულობ შენი მარხე აი სხვას როგორ უნდა მოიქცეს ეს თითქმის კი გაეცით პასუხი მაგრამ უფრო დავაკონკრეტოთ ურიცად ერთი თუ ის ეკლესიის წევრი ეს მარტო არ არის მარტო არ არის არაცალხდიოდ მოძღარი ყავს მაშინ მოძღართან შეთანხმოს თვითნებურად არ უნდა იმოქმედოს ერთი მეორე არის რომ არის გამოსცემი სულიერი წმინდა მამათა ცხოვრებაში მაგალითებით ურთიერთობის
და აი გიო და პავლე მოციქული აიღეთ როგორ საუბარს რაღაცას არიგებს რომ თუ შენ ვიღაცა ვინც არიცავს მარხვას ლოცვას არასრულებს და შენ ცხოვრობს მაგრამ შენ მეზობელია თუ ახლობელია ნათესავია და დაგპატიჟა თავისთან და გინდა მასთან მისვლა რომ მიხვალო შენ რაფერს მოითხოვ ესე მინდა ნახე რაც არის აი შენ თუ მაგრამ თუ ზეგი შენ ვიღაცამ გითხრა რომ აუ შენ ახლა ხომ არ ხარ და ეს არა სამარხო რატომ მიიღეო მაშინ უარ მიიღებო ამასო შენთვის კი არა იმისთვის ვინც გითხრა ის ვერ დაგყოლდეს აუ შენ თვალთ მაქვს ხო ვითომ მარხულობ და ეხა აგერ არა სამარხოს ჭამს მაშინ ხარ არ შევჭამო კი ბატონო ანუ წარმოაჩინე შენი თავისუფლება რომ მე მოვიდი რომ პატივცე შენ და შენ თუ მე ხა მხილებას ვიწყებ თუ გაკითხვას მიწევ კი ბატონო არ შევჭამ მოიხოსო მაგრამ ეს უკვე თქვენი მოთხოვნით აღარ ვჭამ მე თორე მე შევჭამდი ანუ ხარ თავისუფალი მისგან აი პავლე მოციქული ამას ამბობს და თუ ვიღაცა ყოლდება იმის გამო რომ შენ ხორს ჭამ აღარ შევჭამ ამ ხორს ჩემ ის მე რო განმიკითხავს თავს იღუპავსო იზიანებს თავსო მირჩევია არ დაზიანდეს ისე და საჭმელს ასმელიო სასופებს არ იმკვიდრებსო ხო პირდაპირ მაცხოვს ამბობს რომ საკვებიო ხო რაც პირიდან შედის ადამიანში ის არ წარწმედავს ხო ის შევალე გავა მისგან ორგანიზმიდან მაგრამ აი ეს განკითხვის სული ამომავალი ხო შენ გულიდანაც ამოდის უკეთური აზრები და სურვილები და გზნობები ეს აღუპავს ადამიანსო რატო კიდევ უფრო ეს სულიერი თავისუფლების მიღწევა არ არის ადვილი ადამიანისთვის ჯერ თავისავს უნდა ძლიერს და განთავისუფლოს თავისნებებისგან და შემდეგ შეძლებს სოფლისგან განთავისუფლებას ხო პირდაპირ სახარებას გეუბნება რომ მოციქული ამბობს რომ მე ჯვარს ვაცი სოფელი ჩემში და ჯვარს ვეცი სოფლისათვისო და ჯვარს ვეცი სოფლისათვის რა არის მაცხოვრის სიტყვა მიუტევე მამო არ იციან რა საკეთებენო ფილოცე მათთვის და შენ ხო უკეს გაირჩია გზაუფლისაგან გასოფლისაგან სიყვარულს გაირჩია ანუ ფილოცე მათთვისა მიუტევო არ იციან რა საკეთებენო აი ეს სიბრძნე სულიერი ცხოვრებისა ითხოვს ადამიანისგან მეტ პასუხს რომ საკუთარი თავისი მართ როგორც ხორს თვითონ შინაგანად სხვების მიმართ დამოკიდებულება და გარემოსთან და სამყაროსთან თქვენ მოფევა თქვენ ეხლა კვირას ზემოთ ბაგრატის ტაძარს მომეძახით ეს ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში იქ შეასრულეთ საღამოს 5 საათზე შენდობის ხო სიტუიტაც გამოდით იქადაგეთ მოუწოდეთ და მართლაც რომ თითქმის რეკორდული ის იყო სასულიერო დასი თითქმის ყველა ესწრებოდა იქ კი ხო მოსულები იყვნენ და აი ეს როდის შემოვიდეს ასე და როდის დაწეს და შემდეგ რო შევეხოთ კიდე ანდრია კრიტელის სინანულის ლოცვებს აი რომელიც დღეს საღამოს შესრულდა მე უკვე ხო თუ ხა რუსი თარიღი როდის ხო კონკრეტულად ხო აბა არ აქვს მნიშვნელობა თავარი რომ ჩვენ უკვე სახარებაში გვაქვს მოცემული ეს მაგალითად და შენ როდის აღმოჩინე სახარება როდის შეიძლება როგორც გავიცა სული მიბაძვის ქრისტეს რომ მიბაძო ეგ უკვე ადამიანზე დამოკიდებული თორე უფალი ამის მაგალითი არის მოციქული ამის მაგალითი არის და შენ თუ სახარება წაგიკითხავს არ გინახე და არ ჩაიხედია და არ მოინდომი გამოსწორება არაფერი ექნება და პირდაპირ მაცხოვრი ამბობს თუ მიდიხარო ტაძარში რომ რაღაც შესაწირდა შეწირეო და გახსენდა რომ შენ ძმა შენ ნაწყენია შენ რაღაციდან
დატოვეს ისატანი შესაწირეო, დადი შეურიგდი და მე შეწირეო. ანუ მშვიდობა შენში დამყარე. მე სხვაგან არის კიდე ნათქვამი რომ შენ დობა ითხოვე და ის თუ არ შეგინდობს ის ამაზე ისაგებს პასუხს. მაგრამ შენი თხოვნა შენდობა გულწრფელი უნდა იყოს. არ თვალთმოქმედი. ხო? რომ შეიძლება ითომ შერიგება გინდა სინამდვილეში კიდე დაახლოება გინდა რომ რაღაცა უფრო მეტი ზიანი მიაყენო ადამიანს. ეს თვალთმოქმედება ამისთვის უკვე ღვთისაგან დაირჩება ეს ადამიანი. და აი ეს წესი ხო შენდობის ისევ სახარებიდან მოციქული ეკითხება თქოს რომ რამდენჯერ ვაპატიო დღეში ჩემს მოყვასო 7 გზისო უფალო არ გეუბნები 7 გზის 70-ჯერ 7 გზისო ეხლა არითმეტიკა გვახსოვს ხო სკოლიდან რომ 70-ში 7-ზე გამრავლო რასაც მიიღებ 490 ხომ მიიღებ ესე 490-ჯერ შენდობა დღეში 24-ში გამოსულს ყოველ სამწუთში უნდა დათიხო ხო მაგრამ ერთია რომ მე პატიობ მეორეა ის ღებულობს თუ არა ჩემგანამ სიტყვას ან მე ვითხოვ შენდობას ის ღებულობს ჩემგანამას პატიობს ის მე თუ არა მე მოვაფერმავთ ბოდიში რეკლამის დრო და შემდეგ გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესები, რესპირატორული დაავადებები და გრიპთან დაკავშირებული სეზონური გამოწვევები. 4 მარტს საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუში თემა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე ისაუბრებს. პოლიტიკურად რესპირატორული ინფექციები რჩება გამოწვევად ჯანდაცვის სისტემის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაცემა ისევ დაბრუნდა სატელევიზიო ეთერში და იმედი მაქვს, რომ ჩვენი მაყურებელიც მაყოფილი იქნება იმ ინფორმაციებით, რომელსაც ყოველკვირეულად თქვენ გაუზიარებთ და მიაწვდით მათ. ყოველ სამშაბათს 19 საათზე ტელეკომპანია რიონისა და რადიო რიონის ეთერში FM 105.5-ზე პროფესიონალები აქტუალური თემების ირგვლივ ნანა რობაქიძესთან ერთად. Central Park Towers-ის აბლოკში Radisson Blu's სასტუმრო ნომრების გაყიდვა პრაქტიკულად დასრულდა. შესაბამისად ვიწყებთ B-ბლოკში არსებული სასტუმრო ნომრების რეალიზაციას, რომლებსაც ასევე მსოფლიოში წამყვანი 5 ვარსკვლავიანი მრავალმილიარდიანი ბრუნვის მქონე სასტუმრო ოპერატორი მართავს. ჩვენ გთავაზობთ უნიკალურ საინვესტიციო შესაძლებლობას. B-ბლოკში სასტუმრო ნომრის შეძენისას თქვენ გექნებათ ყოველწლიური გარანტირებული, ფიქსირებული ქირის შემოსავალი $25,000 ოდენობით. $25,000 თქვენ მიიღებთ გარანტირებულად 15 წლის განმავლობაში, ყოველ კვარტალურად წელიწადში 4-ჯერ. შესაბამისად, თქვენი გარანტირებული ამონაგები 15 წლის განმავლობაში $400,000-მდე იქნება. ამის შემდგომ 25 წლის განმავლობაში თქვენ მიიღებთ საპროგნოზო შემოსავალს ყოველწლიურად $45-50,000 ოდენობით. გარანტირებულ შემოსავალს და სასტუმროს მართვას უზრუნველყოფს საერთაშორისო ოპერატორი. კომერციული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება, რომლის გარანტირებული წლიური შემოსავალი $25,000-ია, რეალურად $450,000 შეადგენს. სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, მხოლოდ პირველ 50 ნომერზე ამ უძრავი ქონების შეძენა $250,000 იქნება შესაძლებელი. ანუ თქვენ შეიძენ სასტუმრო ნომერს $250,000. 15 წლის განმავლობაში ყოველწლიურად მიიღებთ გარანტირებულ $25,000, ხოლო შემდგომი 25 წლის განმავლობაში ყოველწლიურად თქვენი საპროგნოზო შემოსავალი $45-50,000 იქნება. მშენებლობა უკვე დასკვნით ეტაპზეა და თქვენ გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა გააკეთოთ საუკეთესო ინვესტიცია. საზღვარგარეთ მყოფი პირებისთვის კი ჩვენთან ნომრის შეძენა და ყველა მასთან დაკავშირებული პროცედურა ონლაინ არის შესაძლებელი.
გრძელდება ჩვენი გადაცემა თქვენი მეუფება. შენდობაზე ვსაუბრობდით მეუფე და აი მაგალითად იმ შემთხვევაში როცა ჩვენ ადამიანს ვეტყვით შემინდა და მაპატიე და ის შათვლის რომ მართალი იყო და შემდეგ კიდევ უფრო კამაც დაგიწყებს და აი მიიჩნევს რომ შენ მას აწყენია სერიოზულად და ამიტომ ეუბნები შენდობას. ასეთ შემთხვევაში ყოველთვის უნდა ვთქვათ მაინც შენდობა ყველას მიმართ. თუ ეხაც უნდა დავფიქრდეთ სა უნდა ვთქვათ სად არა. თუ გაქვს შენ განცდა იმისა რომ შენ გული ატკინეს ადამიანს და ეს ადამიანი შეთვის რაღაცა მნიშვნელოვანი აღირებული არის ისე ყველა ადამიანთანაც უნდა შეძლოს მაგრამ შენ მოყვარს ახლობელთან ხო უნდა მიხვიდე გულწრფელად ხო კი თუ ის რაღაცად გაგებულ და გესაუბრება თავს არიდებს შენ ხო კითხე რაიცო რაღაცა გაწყინე ხო ეს ხარ ჩემ მაგრამ მითხარი რა შეიძლება არ გითხრას მაშინ რა დაფიქრდი და მეცადე მისმას კეთად გამწყობილი დაინახავს მაგრამ თუ ის არგებულობს შენზე არის დამოკიდებული შენ არგებულობს იმიტომ რომ უცფელი არ არის შენი თხოვნა შენ არგებულობს იმიტომ რომ შენ ასეთ უმნიშვნელოს ის იმას რაც საწყენე და უმროს იმისი შეიძლება მნიშვნელოვანი არის ხო ანუ ეს შენდობა ორხრივი პროცესია შენ გაქვს განცდა ცოდვისა სინანული გაქვს რომ შენ გული ატკინე იმ ადამიანს რაღაცა შეურაცხავი უნებლიეთ ხო ეს ერთი და მეორე რამდენი გულის მიერ ხარ ხდები რა ეწყინა მას და რატო ეწყინა მაგრამ არის მეორე მოიწევ ყველა ადამიანს თავმოყარება პატივმოყარება ისნობა და თუ შენ ბოროტად არ გითხოვს და იმას ეწყინა ნუ პატივმოყარებს მაინც მიდი და თხოვე შენდობა მას ანუ შენ თუ ძლიერი ხარ მაშინ სულს ასეჭიდები რას უტოლდები მოდი მეტი თავდაბლო გამოიჩინე მეტი მოცინება გამოიჩინე მეტი სულძელება გამოიჩინე და ხო მაგრამ არის კიდევ თქვენ თქვით რომ შენდობა რამდენჯერ უნდა ვაპატიოს ხوارს მაგრამ მეორე საკითხი რამდენჯერ უნდა თხოვო შენდობა მაპატიე შენ მე მაპატიე თუ ის არ დგამს ამ ნაბიჯში და არ გეუბნება შენ რომ შენ ეს გული მატკინე მაწყენე პირდაპირ გეუბნება მაშინ რომ თქვა მაპატიე არ მინდო და ესე გამომივიდა ხო ჩემ ბრალია ხო აი შენ თავზე აიღეს ნუ მე მგონი ეს მარტივია თუ ადამიანს სხვა ადამიანი პატივს ესმას და ისიც ღირებულია რომ ხონდეს ესეთი ურთიერთობა მშვიდობიანი და კეთილი განწყობილი იყოს ერთმანეთისგან ხო ეს არის თუ ის აღებულობს შენ ხო ითხოვე და მაგრამ არ არის საკმაოდ თხოვნა ურთიერთობაში გამოხატე შენი კეთილი განწყობა ხო შენ აღარ იმეორებ იმას, რაც მისის გულსაწყენი და საწყენი. ნუ გეტყვის რომ ცირა ამაზე ამ თემაზე არ მელაპარაკო. ნუ შეიძლება შეკრა ეხა არის ხო რატომ პრეუსში ადამიანები რომ სხვადასხვა არჩევანს აკეთებს. ვიღაცა მიდის მიტინგზე, ვიღაცა მოდის მშვიდობისკენ, ერთობისკენ და სხვა გზა ვნახოთ ჩვენ და აი მათ შორის შეიძლება მოხდეს დაპირისპირება. მაგრამ ვისგან მოდის? ხო? ამასაც აქვს მნიშვნელობა. და ვისგან მოდის ეს დაპირისპირება? ხო. რა თუ ის თვისო მართალია, მაშინ
უნდა ეცოდებოდე რომ შენ ცდები და აგრესიულად კი არ უნდა იყოს შენ მე განწყობილების მეგობრის სიდან კი არ უნდა მოგშალოს არამედ აგიხსნას რომ ეს და ეგებს შენ ცდები ეგებს და შენ ცხოვრება შეიძლება მოსმენა მეორე მხარეს აი ამაში საკე რომ ჩვენ თუ დარწმუნებული ვართ თუ მართლები ვართ მაშინ ნუ თქვა ეს მართლები მაგრამ არა ბოროტად არა სიძულვილით არა განკითხის სულით თქვა ეს და ხო შეიძლება მე ვცდებოდე მაშინ მე არ გიგო პირდაპირ შემირიგდი რომ შევრიგდეთ ჩვენ უნდა გავარკვიოთ ხო რა აფრთხილებს შენ ურთიერთობას რა არის მიზეზი ამის და თუ შენ ღირებული არა ეს ადამიანი მაშინ ადვილად შეიძლება ამოშლი იმას შენი მეგობრებია მე ესეთ გამიგებ შემთხვევა რომ დედაშვილი ერთად არიან რაღაც აზრზე და მამა განსხვავებაზე და უზე ეუბნებიან მამას რომ იცი რა ახლა შენ ჩვენთან არ ხარ ეს ადილი შენთან მოიმზადე ჩვენ არაფერს არ გემსახურებ შენთან მიხედე შენ თავს ეს როგორი ძველი ქმარს ეუბნება და შვილი მამას ეუბნება ამას ეს ნორმაა ანუ უკვე მოიკვეთ ეს ადამიანი რის გულისთვის რომ დავობთ იმაზე რაშიც ვერ ერკვევით და სუბიექტური მიდეგილება გაქვს რაღაცისგან ჩვენც გავგვებარი ეს მაგრამ ეს შორს არის ქრისტიანობიდან ამიტომ ეს ჩვენ გასახილული საკითხი არ არის დიდი მადლობა სინისმა შეატყოს ეს ადამიანი დიდი მადლობა მეუფე ახლა დაიწყო ნადირაკიდელის გავლობა სინანულისანი და აი დღეს პირველი ის ჩატარდა ხო საღამოს და აი რას ნიშნავს ეს რატოა დაწესებული განსაკუთრებით პირველ კვირას მიდის ხო ეს დიდი მარხვის პირველ კვირას ხო რიგში ეს კანონი რატო ისე დაიწერა რომ თვითონ იმ პიროვნებას ანდრია კრიტის ეპისკოპოსს ქონდა განსა თვისაცოდათა გამოიარსული ეს გზა გამოცდილება შეიძინა და ეს გამოცდილება ამ სახით გამოხატა რომ მაგრამ საზომად ჩვენი შინაგანი ცხოვრების შეფასებისა წარმოჩინა წმინდა წერილი საღვთო ისტორია და სახეები რომელიც არის იქ მაგალითად იგი მოგავს მაგალითად დასაწყისთან ადამი და ევა ხო და უწევს გრძნობადი ევა ანუ ემოციური რაც არის ჩვენში საწყისი ის თუ შეცდა არასრული გრძნობებია უკვე ცოდა შეყოდეს შენში აი სობის მოყოლებამ შეიპყრო დედაკაცი და დაიწყო ღვთისმსახურება მეტის თვისამე ღმერთზე შეიწყარა რომ სობის მოყოლება უფრო მეტი აღმოჩნდა მაშინ ძლიერი და შესაბამისად მიიღო ის ნაყოფი რომელზეც უფალმა უთხრა არ მიიღო ну რა არის ნაყოფი სხვა საკითხია კიდე და აი სწორედ ანდრია კრიტის ეპისკოპოსი დაგვიტოვა ეს თავისი მიერ შექმნილი ეს საგალობელი ხო მე ვფიქრობ მე ვხედავ და მგონია რომ თავის სულიერ ცხოვრების გზა თვითონ გამოსადა ახალგაზრდობაში შეიძლება ქონდა რა შესაძლებელი ანუ აზრების სწორი და მოხდა გადაფასება მის ანუ მანიც ეს გზა უფლისაკენ სინანულით და სწორედ ამბობს რომ არის დაცემული ბუნების ადამიანი შენ იქ იყავი ხო და უფლის მიერ მოწოდებული ხარ ამისკენ უფალმა მაგალითი მოგცა ამის მოდი მიბაძე ეს სახევას მაშინ შეიძლება გარკვეულწილად შევადაროთ დავით მეფე დავით აღმაშენებლის მინდა მეფის გალობა სინანულის ხო ესეც მან თავისი განცდები და თავის გამოცდილება გაუზიარა ხალხს ხო მეფე კი მეფეა და უნდა პატრის მიაგო და ემსახურო მაგრამ როგორც პიროვნება როგორი არის და იგი უუბნება რომ მე მაგ ჩემი გზნობები, განცდები, გავლილი გზა, დაცემები, მაგრამ ვის მიმართავ მე უფალს?
და უფლისწიან შეხედავს თავის თავს. აი, ამიტომ ეს თვითონ პიროვნულია, მაგრამ ამ დროს ზოგადად ყველას ეხება. და ეკლესიამ ეს საგალობელი და მამის განაზოგა და მთელ ეკლესიაში მარხვის დასაწყისში კანონად დაუდო. კიდევ ერთხელ დაიგეთ წმინდა წელი, საღვთო ისტორია. კიდევ ნახეთ რა გზა გამოიარა კაცობრიობამ და რა გზა მოეთითო ადამიანმა. რა სახეები არის, ნახეთ კიდევ და უფრო სიღრმისეულად შეისწავლე წმინდა წერილი. აი მაგათი რომ ზნობადი ევა, მაგრამ ეს ზნობადი ევა შენში არის, როდესაც შენ აი ამ სუბიექტურ ემოციებს ყველაფერზე მაღლა აყენებ და კარგავს სიფხიზლეს გონებისა და სიწმინდისცემი გზნობებისა და ურჩევლად წინააღმდეგობას სიმართლე ჭეშმარიტების მიმართ გიჩნდება. აი ეს უნდა დაძლია განთავისუფლდა. ასე სხვა მაგალითებიც ისე მოყვანილი საღვთო ისტორიიდან და რომ გაიგო ეს თვითონ საგალობლები, მაგრამ კარგად უნდა იცოდეს წმინდა წერილი. რატომ ეს არ არის დაწერილი უმეცართათვის, პირიქით ეკლესიის ცხოვრება და იმისეს დაიწერა. უფრო ღმად შეიცნო შენი თავი და გზა შენი ცხოვრებისა დაინახო, სად არის სწორი და სად არ არის სწორი. გარკვეულ თვითშეფასების არის ეს გზა სინანულისა და სწორედ აი მაგალითი რომ არა სუბიექტური, აგერ ჩვენ გვაქვს ისური მაგალითები, ვინ როგორ მოიქცა, ვინ რა გააკეთა და შენს მიბაზე კეთილს და განეშორე ბოროტს. ამიტომ მარხვის დასაწყისში ეს იკითხება ეს საგალობლები ტანდარში სრულდება მრევლისთვის. ნუ ეხლა უკვე ბეჭდის სიტყვა შესაძლოა გახადა რომ ეს წიგნები ყოველ სახლში ქონდეს და არ მოვიდეს ეკლესიაში და იქ, მაგრამ საიდუმლო ღვთისმსახურება შეიძლება ამ ერთობაში უფალია ჩვენ შორის. და იქ შენ მარტო ხარ ინდივიდუალურად და შენ გონები დღებულობ, მაგრამ იმ ერთობაში არ ახარ, რაც არის ეკლესია. რომ არ არის საკმარისი მარტო დაიკითხო. თანაგანცდა უნდა გქონდეს შენ მოყვარსთან ერთად. დიდი მადლობა თქვენო მეუფე და ჩვენი გადაცემაც თითქმის ამოიწურა მეუფე და აი რა რჩევას მიცემდით თქვენ სამწყოს, თქვენ მრევლს მეუფე. ხო, აი კიდე ხო რამეს ეტყოდით და ამით დავასრულოთ ჩვენი გადაცემა. მაშინ ვთქვათ რომ მრევლი ეს არის ერთის ერთობა. თავი ეკლესიის ცხოვრების წესით, ზოგადი წესით დადაცით რწმენით, მაგრამ ეს ყველა ცალკეული პიროვნება არის. ამიტომ ჩვენ ვერთიანდებით უფალში, უფლის მიერ და უფლისათვის. მაგრამ ვინ როგორ სანერად ეს არის ესეთი ინდივიდუალური საკითხი, რომელსაც სულიერ მოძღვარს ივალება შესაბამისად რეაგირება ამაზე, ან სწავლა დარიგება, რომ ეს ერთობა უფლისმიერი შედგეს ერთმანეთთან მრევლში. არის სხვა სასაშროლებები, შეიძლება აი საინფორმაციო მრევლის ის იყოს, შეიძლება და ვიღაც ავად გახდა, იმას დავეხმაროთ, ამაჭირდება თუ რა დაჭირდება. შეიძლება როცა უბედურება მოხდა ოჯახში, ახლა თანაგზობა იმ ოჯახის მიმართ გამოხატა და ანუ ვიტყოდი რომ არა მარტო ყველა მოძღვრის მრევლის მიმართ ერთი და იგივე არის რომ მეტი თანაგზობა, თანადგომა და უფლის მიერ ცხოვრება ერთობით და ამაზეც არის მოციქულის სიტყვა რომ თუ თქვენ შორის რაღაცა დაეცაო, შეცდაოთ, ხო? თქვენო მოწყალებითო და თანაგზნობითო დაეხმარეთ თავს განთავისუფლოს, განიკურნოს და დაძლიოს ეს თავისი დაცემა. არა განკითხის სულით, არამედ მობიერების და სიყვარულის და თანადგომის სულით.
ეს არის ამისთვის არის მეთოდური ეკლესია. აი ერთი მინდა კიდე გადმოგცეთ ძალიან დიდ მადლობას გიხდიან და წერენ კიდეც სოციალურ ქსელში სტუდია გელათის მიმართ და აი თქვენ რომ რაც გააკეთეთ და იქ რაც კეთდება გამოდიან სხვადასხვა ადამიანები ისტორიაზე, სულიერებაზე საუბრობენ თქვენც მონაწილეობთ იმაში და ძალიან დიდ მადლობას გიხდიან მე უფლე რომ ეს და ასე გააკეთდა და რომ ეს ასე მოღვაწეოთ გადაცემაში. ნუ მადლობა ხმეს. ანუ ის ტექნიკური მიღწევები რაც ხდება ყველანაირ შეიძლება გამოიყენო. ჩვენ ვიყენებს რა სარგებლობთ ამ შესაძლებლობით რომ უქადაგოთ ფართო აუდიტორიას. ვინც არ მოსულა ჯერ ეკლესიაში, ვინც შეიძლება ეკლესიის მიმართ არ არის კეთილ განწყობილი და შეიძლება ვინც არის და ან სეული ვერ მოდის, ან მოხუცებულობის გამო ვერ დადის და ყველა შეიძლება საშუალება რომ შეიცნოს ეკლესია თავის მრავალფეროვნებით, თავის ხელოვნებით იქნება, ღვთისმეტყველების იქნება, ისტორიის, ოდნით, თვითონ ცხოვრების, მეობით, ყველა მიმართულებით. ხაწერაზეც იტყოდი მრავალფეროვნება სიკეთისა, რაც ეკლესიის წიაღში არის საუკუნის მანძილზე დაცული. მადლობა მე ვფიქრობ თქვენ რომ ეს შეძელით. დიდი მადლობა მობრძანებისათვის თქვენ მომფება რომ დავმოძღვრეთ, დავგლოცეთ და დავემშვიდობოთ ჩვენ ტელემაყურებლებს, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.